მოგესალმებით. არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის დირექტივების შესრულებამ ევროპული ქვეყნები ტრაგიკომიკურ მდგომარეობაში ჩააგდო. ამის კარგი მაგალითია შვედეთი, სადაც გადაწყვიტეს, რომ ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობების უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. შვედეთის მთავრობამ ქვეყნის სპეციალურ გამომძიებელს დაავალა წესების შემუშავება, რომლებიც აკრძალავს უცხოურ დაფინანსებას. საუბარია ისეთ ფინანსებზე, რომლებიც დაკავშირებულია ისლამიზმთან, ექსტრემიზმსა და სხვა ანტიდემოკრატიულ ინტერესებთან. ამის შესახებ ინფორმაცია შვედეთის მთავრობამ 28 მაისს გაავრცელა. 1 ივნისს კი შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა საქართველოში უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის ამოქმედებას და მას რეპრესიული უწოდა. ეს არის გლობალური ომის პარტიის მიერ მართული ევროპული ქვეყნების ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოვლინება, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში უცხოური გავლენების შემცირებაზე საუბრობენ, ხოლო საქართველოს ხელისუფლების სურვილს გააკონტროლოს უცხოური ფულის ქვეყანაში შემოდინება, რათა არ დაუშვას ექსტრემიზმისა და ანტიდემოკრატიული მიზნების ქვეყნის გარედან დაფინანსება, კრიტიკის ობიექტი ხდება და მას ანტიევროპულ ქმედებებში ადანაშაულებენ. საქართველომ ჯერ კიდევ 2023 წელს დააინიცირა უცხოური ფულის გამჭვირვალობის კანონმდებლობა, რასაც მოხვა გლობალური ომის პარტიის მარიონეტების არნახული ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე და ქვეყანაში რევოლუციური სცენარების დაფინანსება. სასაცილო და კომიკურია ევროკრატების მტკიცება, რომ თურმე მათ ქვეყნებში უცხოურ გავლენასთან ბრძოლა შეიძლება და საქართველოში უცხოური გავლენა კარგია. უფრო სწორად, თუ საქართველოში უცხოური გავლენით იქნება ქუჩაში რევოლუციების მცდელობა და პარლამენტზე შტურმი, ეს კარგია. როცა უცხოურ გავლენებზე არის საუბარი, ყველა გავლენა უნდა გაკონტროლდეს და თუ ეს გავლენა უარყოფითი და ანტისახელმწიფოებრივია, ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებსა და ხელისუფლების გადატრიალებას ისახავს მიზნად, მაშინ ეს გავლენა უნდა განეიტრალდეს და ეს ეხება ყველა ქვეყანას გამონაკლისის გარეშე. დავუბრუნდეთ შვედეთს, სადაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ უცხოურ გავლენებს ებრძოლოს. საუბარია შვედეთზე, რომელიც წლების განმავლობაში იყო ევროპული კეთილდღეობის მოდელი. ყველასთვის მიმზიდველი ქვეყანა, სადაც დანაშაულის დონე ლამის მინიმუმზე იყო ჩამოსული და ცხოვრების დონე ერთ-ერთი საუკეთესო იყო ევროპასა და მსოფლიოში. თუმცა მას შემდეგ, რაც შვედეთის ხელისუფლებაში მოვიდნენ გლობალური ომის პარტიის მარიონეტები და ქვეყანაში პოლიტიკა სრულად გარედან ნაკარნახევ დღის წესრიგზე აეგო, შვედეთმა ნელ-ნელა ევროპის კეთილდღეობის მოდელიდან ევროპის კოშმარად დაიწყო გადაქცევა. განსაკუთრებით ეს ეხება უკონტროლო მიგრაციას, რომელიც დღეს შვედეთს არა მხოლოდ უსაფრთხოებისა და ეკონომიკის პრობლემებს უქმნის, არამედ ქვეყანას არსებობა არ არსებობის საფრთხის წინაშე აყენებს. 2020 წელს შვედმა სოციოლოგმა და პროფესორმა გორან ადამსონმა გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ჩანდა, რომ 2002 წლიდან 2017 წლამდე დანაშაულში ეჭვმიტანილების 58% იყო მიგრანტი. ხოლო თუ ცალკე ავიღებდით მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მონაცემებს, მაშინ 73% მიგრანტებზე მოდიოდა. შვედეთის ქალაქებში მოქალაქეებს ღამით ქუჩაში გამოსვლის ეშინიათ. ქვეყანა გადაიქცა მიგრანტებით დაკომპლექტებული შეიარაღებული ბანდების ბრძოლის ველად, სადაც დღისით ხალხმრავალ ადგილებში კრიმინალები ერთმანეთს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებით ესვრიან, ძარცვავენ და აყაჩაღებენ მშვიდობიან მოქალაქეებს. იმ მძიმე ვითარებას, რომელშიც Deep State-ის გავლენებით მართული შვედეთი აღმოჩნდა, ვეღარ უარყოფენ ქვეყნის ლიდერები, რომლებიც ღიად და დაუფარავად ამბობენ, რომ ასეთი რთული პერიოდი შვედეთს არასდროს ჰქონია. ცხადია, რომ შვედეთის ხელისუფლების მცდელობები გააკონტროლოს ქვეყანაში შემოსული უცხოური ფული და უცხოურ ფულს მოყოლილი უცხოური გავლენები ძალიან დაგვიანებულია და ამას ვერც 10 წლეულების დაგვიანებით უცხოური გავლენების კონტროლის მცდელობა უშველის. ან როგორ უნდა შეამციროს უცხოური გავლენები შვედეთის ხელისუფლებამ, რომელიც თავად არის გლობალური ომის პარტიის მარიონეტი. ეს კი საქართველოსთან მათი მიდგომებით ყველაზე კარგად ჩანს. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იქცა საქართველოს სახელმწიფოს ოპოზიციონერად და მაშველ რგოლად აქაური რადიკალებისთვის. მაგალითად, გასული წლის დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრი მარია სტენერგარდი სანქციების დაწესებას ითხოვდა საქართველოს წინააღმდეგ. მას აქციის დაშლის მეთოდი არ მოეწონა, მაგრამ რატომღაც არ შეიმჩნია არც პარლამენტზე შტურმი, რომელიც
წინასწარ იყო მომზადებული პოლიციასთან დაპირისპირებისა და სახელმწიფო გადატრიალებისთვის. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებსაც ეწინააღმდეგებოდა. სტენერგარდი რატომღაც ამბობდა, რომ ეს კანონი ფუნდამენტურად შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებსა და დემოკრატიის ძირითად პრინციპებთან. რანაირად ეწინააღმდეგება საქართველოში გამჭვირვალობა და ღიაობა ევროპულ პრინციპებს და შვედეთში პირიქით ესადაგება, ეს ალბათ სტენერგარდმა თავადაც არ იცის. არ იცის იმიტომ, რომ აკეთებს იმას, რასაც უკვეთავენ და შედეგებზე ის სრულიად არ არის პასუხისმგებელი. ქვეყანა თუ კი უცხოურ გავლენას უპირისპირდება, ამას აკეთებს იმიტომ, რომ თავად მართოს პოლიტიკური პროცესი. აქ გამონაკლისი არ არსებობს, ან ქვეყანა თავად მართავს პროცესს, ან საერთოდ ვერ მართავს. შეუძლებელია შვედეთის საკუთარ ქვეყანაში ექსტრემიზმს ებრძოდეს და ამავდროულად საქართველოს უპირისპირდებოდეს უცხოურ გავლენებთან ბრძოლის გამო. ვინაიდან შვედეთის ხელისუფლება საქართველოს ოპოზიციად არის ქცეული იმის გამო, რომ აქ უცხოურ გავლენებთან ბრძოლა აუცილებელია, ეს ნიშნავს, რომ თავად შვედეთი უკვე უცხო გავლენის, ანუ deep state-ის მარიონეტია და მისი მხრიდან ნებისმიერი საუბარი შვედეთში უცხო გავლენებთან ბრძოლაზე არის მხოლოდ ფარისევლობა და მეტი არაფერი. ყველას გვახსოვს ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების რეაქცია, როდესაც საქართველოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო. იყო კრიტიკა, იყო რადიკალიზმის წახალისება, სანქციები, რევოლუციის მცდელობა. ქართველ ხალხს უმრავლესობით სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს. ჯოზეფ ბორელი და ევროკომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდებთ შეაბრუნონ ტრენდი და მყარად დაბრუნდნენ ევროკავშირისკენ გზაზე. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები ამ მოვლენებზე რეაგირებისთვის ყველა ვარიანტს განიხილავენ. ერთ-ერთი ვინც საქართველოს აკრიტიკებდა შვედეთის ხელისუფლება გახლდათ. 2024 წელს 28 მაისს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოაცხადა. საქართველოში მმართველმა უმრავლესობამ დიდი პროტესტი საერთაშორისო საზოგადოების ცალსახა მოწოდებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის მიუხედავად, რომელმაც კანონის გაუქმებისკენ მოუწოდა, გადაწყვიტა დაეძლია პრეზიდენტის ვეტო და მიეღო კანონი უცხოური გავლენის შესახებ. ვინაიდან კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის სტანდარტებთან და ღირებულებებთან, გადაწყვეტილებას ექნება შედეგები ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებზე. და ზუსტად 1 წლის თავზე 2025 წლის 28 მაისს შვედეთი თავადვე იწყებს მოქმედებას უცხოური გავლენის შესამცირებლად და აცხადებს. განვმარტავთ მთავრობის მუშაობას იმ მიმართულებით, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ ორგანიზაციების უცხოურ დაფინანსებას, რომლებიც ანტიდემოკრატიულ მიზნებს ემსახურებიან. მთავრობა დაავალებს სპეციალურ გამომძიებელს განიხილოს და წარმოადგინოს რეგულაციების შემოთავაზება, რომლებიც აკრძალავენ ან სხვა გზით შეუშლიან ხელს უცხოურ დაფინანსებას, რაც მიემართება რელიგიური გაერთიანებებისა და სხვა ორგანიზაციებისკენ შვედეთში, რომელთაც კავშირი აქვთ ისლამიზმთან, ექსტრემიზმთან ან სხვა ანტიდემოკრატიულ ინტერესებთან. კიდევ უფრო შემაშფოთებელი ამ ისტორიაში ის არის, რომ 1 ივნის შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან დაკავშირებით კვლავ ავრცელებს განცხადებას და წერს. ახალი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ბოლო დროს მიღებული რეპრესიული კანონების მთელ რიგს ემატება, რომლებიც საქართველოში დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ისახავს მიზნად. შვედეთი საქართველოს მამაც სამოქალაქო საზოგადოებასა და ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის დაცვის კუთხით მის შთამბეჭდავ მუშაობას მხარს მტკიცედ უჭერს. შემდეგ კი 2 ივნის შვედეთი ასევე ოფიციალურ განცხადებას აკეთებს, რომელიც ასეა დასათაურებული. ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსება უნდა აიკრძალოს. ეს ინფორმაცია 2 მიმართულებით არის მნიშვნელოვანი. პირველი, რაოდენ უსამართლოდ და კომიკურად გამოიყურება ის ორმაგი სტანდარტი, რაც საქართველოსთან მიმართებით აქვთ, და მეორე, რაოდენ მნიშვნელოვანია უცხოური გავლენისა და ფინანსების გამჭვირვალობა სწორ დროს მოხდეს და არა დაგვიანებით. საქართველოს და მის ეროვნულ ხელისუფლებას, როდესაც ასეთი გამალებით ებრძვიან გამჭვირვალობის კანონის გამო, ეს უკვე ნიშნავს, რომ ინიციატივა სწორ დროს გაჩნდა ქვეყანაში და მას პრევენციული ეფექტი აუცილებლად ექნება, რასაც ვერ ვიტყოდით შვედეთზე, რადგან ისე ჩანს, რომ ეს კანონი იქ ვეღარ იმუშავებს. ხო და ახლა შვედეთის მაგალითზე შეგვიძლია ვნახოთ უკონტროლო უცხოურმა გავლენამ, გლობალური ომის პარტიის დაქვემდებარებულმა მთავრობამ და გარედან თავს მოხვეულმა პოლიტიკამ, რომელსაც უცხოური ფულით გამოკვებილი ჯგუფები ლობირებენ, სადამდე შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს.
ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შვედეთი მიიჩნეოდა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე და სტაბილურ ქვეყნად. მაღალი სოციალური სტანდარტები, თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული მმართველობა და უნივერსალური სერვისები. სწორედ ეს ქმნიდა ეგრეთ წოდებულ შვედურ მოდელს. გარდა ამისა, შვედეთი საუკუნეების განმავლობაში იყო ეთნიკურად, რელიგიურად და კულტურულად შედარებით ჰომოგენური ქვეყანა. ანუ შვედური წარმატება იდგა ორ ფუნდამენტზე: მყარ სახელმწიფო ინსტიტუტებზე და ტრადიციაზე. წლების განმავლობაში სწორედ გარე დაფინანსებითა და მართული ხელისუფლებების გადაწყვეტილებებით, ევროპის კეთილდღეობის, დაცულობისა და განვითარების მაგალითი Deep State-ის აგენტოკრატიის მიერ წარმოებული პოლიტიკის კოშმარულ ანარეკლად იქცა. ეს შვედეთისთვის მძიმე პერიოდია. გადმოცემაც კი მიჭირს იმის, თუ რამდენად სერიოზულია ვითარება. შვედეთს აქამდე მსგავსი რამ არასდროს გამოუცდია. ევროპის სხვა არცერთ ქვეყანაში მსგავსი რამ არ ხდება. და ამ ფონზე, როდესაც ერთ დროს ევროპის კეთილდღეობის მოდელად აღიარებულ შვედეთში შექმნილ მძიმე ვითარებას ამ ქვეყნის პრემიერიც ვერ მალავს, ცხადია კითხვები ლეგიტიმურია. შესაძლებელია კი ახლა გაჟღერებულმა ინიციატივამ უცხოური გავლენის შემცირებაზე შედეგი გამოიღოს. ცხადია არა, რადგან ეს მინიმუმ 10 წლეულით არის დაგვიანებული და ამაზე ციფრები მეტყველებს. შვედეთს უჭირს 165,000 ადამიანისთვის საცხოვრებელი ადგილის პოვნა. ქვეყნის გულუხლობა თავადვე იქცა მის პრობლემად. ერთ დროს მშვიდობიანი სკანდინავიური ქვეყანა ახლა ევროპის იარაღით ჩადენილი მკვლელობების დედაქალაქად იქცა. მას შემდეგ, რაც გლობალური ომის პარტიის დოქტრინა ბრიუსელმა უპირობოდ მიიღო და აიძულა წევრი ქვეყნებიც ეგრეთ წოდებული მულტიკულტურალიზმის საფარით მიგრანტების დიდი რაოდენობით მიღება, ყველაფერი შეიცვალა. გამჭვირვალობის კანონი, რომელსაც ახლა აინიცირებს შვედეთი, თუნდაც 10 წლის წინ რომ მიეღო, გამოავლენდა ყველა იმ ჯგუფს, ვინც კოლოსალურ თანხებს დებდა მულტიკულტურალიზმის პროპაგანდაში. გაიგებდა, რომ იგივე Deep State-ის ინსტრუმენტები, USAID და ჯორჯ სოროსი კოლოსალურ თანხებს ხარჯავდნენ აფრიკელი მიგრანტების ევროპისკენ ტრანსპორტირებისთვის. შვედეთის, როგორც ევროპული კეთილდღეობის მოდელის დაცემის ისტორია 2015-2016 წლიდან განსაკუთრებით მძაფრდება, მაშინ როდესაც მიგრანტების რაოდენობამ პიკს მიაღწია. სწორედ ბოლო 10 წლეულში შვედეთში ბანდური ძალადობა საგრძნობლად გაიზარდა, განსაკუთრებით კი სროლებისა და აფეთქებების რაოდენობა. 2013 წელთან შედარებით სროლების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორჯერ არის გაზრდილი, რის შედეგადაც შვედეთი ევროპის ქვეყნებს შორის იარაღით ჩადენილი მკვლელობების მხრივ მეორე ადგილზეა. ძალადობის ეს ტალღა მჭიდროდ უკავშირდება ორგანიზებულ დანაშაულს, რომელშიც ხშირად მიგრანტები მონაწილეობენ, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, როგორებიცაა სტოკჰოლმი, გოტენბურგი და მალმიო. შვედეთის მთავრობის უახლესი კვლევის თანახმად, დანაშაულში ეჭვმიტანილად რეგისტრირების შანსი 2.5-ჯერ მეტია იმ ადამიანებში, რომლებიც საზღვარგარეთ დაიბადნენ. 2013-დან 2023 წლამდე 10 წლეულის განმავლობაში ევროკავშირის გარეთ დაბადებულ მოქალაქეებში სიღარიბის რისკი 30-დან 40%-მდე მერყეობდა. მაშინ როცა ევროკავშირში ან შვედეთში დაბადებულებში ეს მაჩვენებელი 15-21% შეადგენდა. შესაბამისად, მარტივად რომ ვთქვათ, სიღარიბე ზრდის დანაშაულს, ხშირად ძალადობრივს. ისევ ციფრები რომ ვნახოთ, 2022 წელს სტოკჰოლმში იარაღით ჩადენილი მკვლელობების მაჩვენებელი დაახლოებით 30-ჯერ მაღალი იყო ვიდრე ლონდონში, მიუხედავად იმისა, რომ სტოკჰოლმს მცირე მოსახლეობა ჰყავს. მაგალითად, სიღარიბის გავლენა დანაშაულზე აშკარად ჩანს ქალაქ მალმიოში. 2015 წლის ბოლოს ქალაქი ყოველდღიურად 2000-მდე მიგრანტს იღებდა. 2022 წლისთვის მალმიოში 179 სხვადასხვა ეროვნების ადამიანი ცხოვრობდა, ხოლო მისი 350,000-მდე მაცხოვრებლიდან ყოველი მესამე შვედეთს გარეთ იყო დაბადებული. ეს მაშინ, როდესაც ვიცით, რომ შვედეთი წარსულში ძირითადად მონოეთნიკურ ერს წარმოადგენდა. მოსახლეობის ასეთი სწრაფი ზრდის გამო ბევრ მიგრანტს მძიმე პირობებში ცხოვრება მოუწია. დღეს მალმიო შვედეთში კრიმინალის, განსაკუთრებით კი სროლებით გამოწვეული შემთხვევების თვალსაზრისით ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. ხშირია ინფორმაცია მედიაში, რომ ქვეყანაში ერთ თვეში 31 აფეთქება მოხდა, რომ შვედეთის სკოლაში სროლებს ემსხვერპლნენ. სტატისტიკის თანახმად 2015 წლის შემდეგ კრიმინალის დონე 50%-ით გაიზარდა. ახლახანს ასევე ცნობილი გახდა, რომ კრიმინალის ზრდის შედეგად შვედეთს საკუთარ ციხეებში ადგილიც კი აღარ ყოფნის დამნაშავეებისთვის და შეთანხმებას აფორმებს ესტონეთთან, რათა ესტონურ საპატიმროებში საკნები დაიქირაოს შვედეთში დაკავებული დამნაშავეებისთვის.
ამას გარდა შვედეთმა უკვე დაკარგა ძველი ჰომოგენურობა. გამოცემა ელექსპრესი წერს. რინკებიუს რაიონში ჩასვლისას თავს თითქმის სხვა ქვეყანაში გრძნობ. სკანდინავიური ქალაქის იმიჯისგან განსხვავებით ეს ბაბილონის კოშკია, სადაც დაახლოებით 100 ენაზე საუბრობენ. შვედეთში გეტოიზაციამ ფენომენალურ პროპორციებს მიაღწია. იმდენად, რომ ქვეყანა ეთნიკური ჯგუფების არქიპელაგს წააგავს, რომლის ძირითადი გეტოები სტოკჰოლმის, გეტებორგისა და მალმიოს მეტროპოლიების გარეუბანშია. მე არ მყავს არც ერთი შვედი მეზობელი, აცხადებენ ადგილობრივები. შვედეთმა სახე იცვალა. დღეს მოსახლეობის 5-დან 1 უცხოური წარმოშობისაა. სკონედან ჩრდილოეთის პოლარულ წრემდე 300 მეჩეთია. ჰიჯაბი საზოგადოებრივ ადგილებში ნორმად იქცა. ზოგჯერ კვირაობით გასაოცარი სცენების ნახვა შეიძლება. მაგალითად, საფეხბურთო მატჩი დედაქალაქის 11 ქერა ბავშვისგან შემდგარი გუნდისა და გარეუბნების კლუბის დაპირისპირება, რომელიც მთლიანად სომალელებისგან შედგება. სოციოლოგმა გორენ ადამსონმა 2024 წელს მოამზადა და გამოაქვეყნა ანგარიში სათაურით მულტიკულტურალიზმის კრახი, შვედეთის მწარე გამოღვიძება. ის ამბობს: მარტივად რომ ვთქვათ, ერები რაღაც მიზეზით წარმოიშვნენ. ხალხი ერთიანდებოდა, შემდეგ კი უყალიბდებოდათ საერთო მეხსიერება, ისტორია, ენა და ასე შემდეგ. ხოლო ახლა მულტიკულტურიზმი მოდის იდეით, რომ ეს ყველაფერი დავივიწყოთ, ყველაფერი ერთად აურიოთ, ძალიან კარგად შევაზავოთ და აი ნახავთ, როგორი მშვენიერი რამ გამოვა. მულტიკულტურიზმის იდეა გახლავთ, რომ ყველაფერი ძირფესვიანად ამოვაგდოთ. თვითმყოფადობა, კულტურა, ისტორია, წარმომავლობა, და ველოდოთ, რომ ეს მშვენიერი იქნება. და საიდან მოვიდა ან საიდან გაჩნდა ეს მიდგომა? ერების თვითმყოფადობის წაშლა. რეალურად ხომ მთელი ეს მოქმედებათა ჯაჭვი ხელოვნურად არის წარმოქმნილი, რომელსაც არაფორმალური ოლიგარქიული მმართველების კოლოსალური თანხები აძლიერებს. რეალურად Deep State-ის მოქმედების მთავარი ხაზი და მიზანი ისაა, რომ გაანადგუროს იმ ქვეყნების თვითმყოფადობა, რომლის მიმართაც ინტერესი გააჩნია. ევროპა მის მთავარ სამიზნედ დიდი ხნის წინ იქცა. თუ ის ამ ქვეყნებს შეუქმნის იმგვარ კრიზისებს, რომ სახელმწიფოები რეგრესის შეუქცევად პროცესში ჩაიძირონ, მათ ადვილად მოწყვლადსა და სამართავს გახდის. ევროპული ქვეყნები და განსაკუთრებით შვედეთი ამ მიმართულებით მსოფლიო სახელმძღვანელოდაც კი იქცა. მაგალითად, თუ რა ხდება მაშინ, როდესაც გარე ძალების მიერ თავს მოხვეულ პოლიტიკას უსიტყვოდ მიყვები და ეროვნულ ინტერესებს მეორე ხარისხოვნად აქცევ. საინტერესოა, რომ Deep State-ის ფულით დაფინანსებული პროპაგანდა ამის პარალელურად დევნიდა ყველას, ვინც შვედეთის ეროვნულ ინტერესებზე საუბრობდა. მაგალითად, ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის მერს, რომელიც მემარჯვენე რადიკალად შერაცხეს მას შემდეგ, რაც საჯაროდ თქვა, რომ მიგრაციის მსგავს მასშტაბებს შვედეთი ვერ გაუძლებდა. მე უბრალოდ ავუხსენი, რომ ჩვენი სოციალური სისტემა ვერ შეძლებდა მიგრანტების ამხელა რაოდენობის მიღებას. იმ დროს პოლიტიკური კორექტულობის სახელით ცნობილი ტყვეობის გამო უცხოელთა ინტეგრაციის შესახებ დებატები შეუძლებელი იყო. ჩვენ შეგვეძლო კულტურულ განსხვავებებზე საუბარი, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა, რომ უცხო კულტურები შვედურზე მაღლა დგას. 2015 წელს, როდესაც მიგრანტების ბუმი იყო შვედეთში, ასევე არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენებს დამორჩილებული მედიაც ზეწოლას ახდენდა შვედ ხალხზე და მიგრანტების მიღება არ მიღების საკითხს მორალურ დილემად წარმოაჩენდა. არადა დღეს უკვე ნათელია, რომ უკონტროლო მიგრაცია მორალური დილემა კი არა, რეალურად ქვეყნის თვითმყოფადობისა და სიძლიერის შენარჩუნება გაქრობის საკითხი ყოფილა. მეტიც, 2015 წელს, როდესაც შვედეთმა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მიგრანტებს გაუხსნა კარები და სერიოზულ პრობლემებს შეეჯახა, ვიცე-პრემიერმა ნაცვლად იმისა ეს გახსნილი კარი დაეხურა მხოლოდ ტირილი შეძლო კომენტირებისას. ესეც ცხადყოფს, თუ რას ნიშნავს იაზრებდე პრობლემის სიმწვავეს, მაგრამ გიწევდეს უცხო ძალების დაკვეთების უპირობოდ შესრულება და მხოლოდ ტირილი შეგეძლოს მოქმედების ნაცვლად. Miljöpartistiska kommunalråd. ასე იქცა შვედეთი ექსპერიმენტად, რომელმაც გლობალური ომის პარტიისთვის გაამართლა. შვედებისთვის კი გამოუსწორებელ შედეგად იქცა. და სწორედ ამ ფონზე შვედეთის მთავრობის ინიციატივა უცხოური ფინანსებისა და გავლენის გამჭვირვალობაზე ძალიან დაგვიანებულია, რადგან მულტიკულტურალიზმის სახელით მოსული მეტასტაზები უკვე ძალიან ღრმად და ფართოდ არის გავრცელებული შვედეთში. ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირის წარმატების სახედ ითვლებოდა, ახლა კი უცხო ძალებს დამორჩილებული ბრიუსელის კრახის მაგალითად ჩამოყალიბდა. ასე დაანგრია არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გავლენებმა წარმატებული შვედური მოდელი. პარალელურად კი გარედან დაფინანსებულმა ეგრეთ წოდებულმა ვოუკ კულტურამ, ფსევდოლიბერალიზმმა, ცხადია წაახალისა LGBT იდეოლოგიის პროპაგანდა, რითაც შვედეთის ტრადიციულ ღირებულებებზეც მიიტანა იერიში და ქვეყანა, რომელიც საკუთარი ტრადიციებით ამაყობდა, დღეს გენდერო ნეიტრალური განათლების სისტემით ამაყობს. ეს ლოტა რაჯელინია, 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების 5 სახელმწიფო სკოლამდელი დაწესებულების ხელმძღვანელმა თავის
ევროპის სკოლამდელ დაწესებულებებში გენდერულად ნეიტრალური პოლიტიკა შემოიღო. 2011 წელს მან გახსნა სკოლა ეგალია, რომელიც სპეციალიზებულია გენდერული თანასწორობის სწავლებაზე. ეს არის მიდგომა, რომელიც არ ითვალისწინებს სხვადასხვა სქესს შორის არსებულ განსხვავებულ მახასიათებლებს, სურვილებს და საჭიროებებს. ცხადია, ამ მიდგომასაც ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომლებიც აცხადებენ. ეს არის ტვინის გამორეცხვა. როდესაც ბავშვები პატარები არიან, მოკლევადიან პერსპექტივაში ისინი ამ მიდგომას ეგუებიან, მაგრამ რა ხდება, როდესაც ისინი ჩვეულებრივ სკოლაში გადადიან და იგებენ, რომ აქამდე რაღაც სექტაში ცხოვრობდნენ. ეს არის ერთგვარი რელიგიური სექტა, რომელიც ამბობს, რომ არ არსებობს განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის. მას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან. მაგრამ როგორც მიგრანტების პრობლემას ვეღარ აგვარებს შვედეთი, ასევე უჭირს ფერადი მარწუხებიდან ბავშვების დახსნა და მთელი ეს პრობლემების კასკადი სწორედ უცხოურმა ფულმა და გარე გავლენებმა გამოიწვია. რისი აღმოფხვრაც შვედებმა ახლა მოინდომეს, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებულია. სწორედ ამის არიდებას ცდილობს საქართველო და მისი ეროვნული ხელისუფლება, რომელიც საკუთარი ეროვნული ინტერესებით მოქმედებს და ამიტომაც იბრძვის უკომპრომისოდ ქვეყანაში უცხო გავლენის შემცირებაზე და უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობისთვის. მსგავსი კანონები კონტროლის ბერკეტებს აძლევს სახელმწიფოს დაიცვას ეროვნული თვითმყოფადობა, საზოგადოებრივი წესრიგი და არ გახდეს უცხო ძალების ხელში ცაცდელ პოლიგონად, თუნდაც შვედეთის მსგავსად, რომელიც ერთ დროს საქართველოსავით ჰომოგენური, ტრადიციული ღირებულებების მიმდევარი იყო. სინამდვილეში მიგრაციული პოლიტიკაც და LGBT იდეოლოგიაც, რომელმაც შეცვალა ევროპული ქვეყნების კულტურა და ცხოვრების წესი, მათ შორის შვედეთის, სუვერენიტეტის საკითხს უკავშირდება. სუვერენული ვერ იქნება სახელმწიფო, თუ მის ხელისუფლებას კონტროლის ბერკეტები არ აქვს. Deep State-მა ბრიუსელის ევრობიუროკრატების გავლით სწორედ კონტროლის ბერკეტები წაართვა ევროპული ქვეყნების მთავრობებს და შედეგად ამ მთავრობებმა მიიღეს ქაოსი. შვედეთის პრემიერზეც რომ თქვათ ორიოდე სიტყვა, ის სწორედ იმ პოლიტიკური გაერთიანების წევრია, რომლის ლიდერებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული Deep State-თან. საუბარია ევროპის სახალხო პარტიაზე. ამ პარტიის წევრია ასევე ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანდრიუს კუბილიუსი, ფრიდრიხ მერცი, რობერტა მეცოლა. ყველა ის, ვინც თითქოს მიზანმიმართულად ანგრევს ევროპის სიძლიერეს. EPP parties, our family. EPP ჩვენი ოჯახია და ჩვენ ვმართავთ მთავრობებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ნახევარზემეთში. ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ჯგუფი ევროპარლამენტში. სწორედაც, როდესაც გარედან მართულ ჯგუფს ესოდენ დიდი გავლენა აქვს ევროპულ პოლიტიკაზე, ამიტომაც არის, რომ ევროპული ქვეყნები და ამ სიტყვების ავტორის სამშობლოც შვედეთი უკვე გამოუსწორებელ პრობლემებშია ჩაძირული და მას ვერანაირი გამჭვირვალობის კანონი ვეღარ უშველის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება თავადვე არის გარედან მართული. შვედეთის მთავრობა რომ მართლაც დამოუკიდებელი იყოს მოქმედებებში, საქართველოს არ გააკრიტიკებდა ზუსტად ანალოგიური კანონის მიღების გამო, რის მიღებასაც ახლა თავადვე ცდილობს. და თან მას არავინ მიუთითებს, რომ ეს კანონი თურმე ანტიდემოკრატიულია. მაგრამ ამასაც თავისი ახსნა აქვს. Deep State-ისთვის შვედეთში მიღებული გამჭვირვალობის კანონი არაფერს ნიშნავს, რადგან მის გავლენებს იქ ვეღარაფერი შეამცირებს და ეს საფრთხესაც არ წარმოადგენს. აი საქართველოში კი განსხვავებული სიტუაციაა, რადგან აქ ქართული ოცნების ხელისუფლებას შვედების მსგავსად 10 წლით არ დაუგვიანია. თავს მოხვეულ პრობლემებში კი არ ჩავიძირეთ, არამედ საჭირო დროსა და მომენტში შესაბამისად დაუპირისპირდა სახელმწიფო უცხო გავლენებს. განმტკიცებული სუვერენიტეტი გლობალური ომის პარტიის მიზნებს ხელს უშლის, საქართველოს მორიგ ექსპერიმენტად აქციოს. ამიტომაც ებრძვიან ქვეყანას და მის ხელისუფლებას ასეთი გამალებით, თუმცა უშედეგოდ. დღეს ევროპა ყოფილი ევროპაა და ამის სარკი არის შვედეთი. არალეგალური მიგრაციისა და LGBT პროპაგანდის დანერგვით შვედეთმა და მთლიანობაში ევროკავშირმა უარი თქვა იმ ევროპულ ღირებულებებზე, რომელზეც უნდა მდგარიყო კავშირი. სწორედ ეს არის დღეს არსებითი სხვაობა ჩანაფიქრსა და რეალობას შორის. დღეს Deep State და ბრიუსელის ბიუროკრატია ისე წარმოაჩენენ ვითარებას, თითქოს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის, მედიისა და გამოხატვის თავისუფლება, ევროპული კანონმდებლობა და მართვის სუვერენული მოდელი არალეგალური მიგრაციის დაშვებაზე, LGBT იდეოლოგიის დანერგვასა და სუვერენიტეტის სრულ დათმობაზე დგას. ზუსტად ისე, როგორც ორველისეული რეალობა, სადაც ომი მშვიდობაა, მონობა თავისუფლება და უმეცრება ძალა. დღეს ევროკავშირმა გლობალური ომის პარტიის დაკვეთით გლობალისტური და ნეოლიბერალური პოლიტიკა დააყენა ყველაზე მაღლა. ნაცვლად იმისა, რომ ევროპელებს იმაზე ეფიქრათ, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე გეოპოლიტიკურ მოცემულობაში პოლუსად ჩამოყალიბდნენ და ევროპის კონტინენტისთვის მომგებიანი პოლიტიკა გაატარონ, საკუთარ ინტერესებსა და კეთილდღეობას Deep State-ის ინტერესებს სწირავენ. შედეგად ევროპა სასურველი პოლიტიკური გაერთიანებიდან
ყოფილ ევროპად და არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის მარიონეტად ტრანსფორმირდა. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.